საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა, თანამშრომლობა და დიალოგის აუცილებლობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე ლიდერთან შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა ყველა ის საკითხი წამოწია, რაც საქართველოსათვის მნიშვნელოვანია. სოფო ბერიძის სიუჟეტი. ერთი ლიდერის მხრიდან გამოითქვა ინტერესი გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ევროკავშირის შორის. ეს ინტერესი ევროპელმა ლიდერებმა დანიაში საქართველოს პრემიერთან საუბრისას გამოხატეს. ევროპის პოლიტიკური სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ყველა პლატფორმა ოფიციალური თბილისის პოზიციის გასახმიანებლად გამოიყენა. საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი აქვს. ვიზიტის დროს ჰქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც ბუნებრივი აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ქმეითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. კოპენჰაგენში საქართველოს მთავრობის მეთაურს ჯამში საუბარი ჰქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ესპანეთის, დანიის პრემიერები და არაერთი სხვა ლიდერი. მასპინძელმა ქვეყანამ ლიდერების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერისთვის ადგილი ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შორის შეარჩია. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა გარკვეული მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობის ასეთი ფორმა არავისთვის არ არის მისაღები და უნდა შეიცვალოს. ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რომ საქართველოს ევროპელმა ლიდერებმა უნდა მოусმინონ. მაკაბოჯარიშვილი ქრონიკასთან აცხადებს, რომ ეს ემანუელ მაკრონმა ირაკლი კობახიძეს პირადად უთხრა. საგარეო საქმეთა მინისტრი გვეუბნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი გამონაკლისი არ არის. ამ პირობებში რა უშლის ხელს ურთიერთობების გადატვირთვას. მაკაბოჯარიშვილის განცხადებით, ევროპაში არიან ძალები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ჯერ ისევ ცდილობენ. ჩვენ და სამწუხაროდ ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური მიზნებისთვის და ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა და აზიანებს ზოგადად ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს და ამას ბევრი ხვდება აცნობიერებს. ევროსაბჭომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს ალან ბერსემ ირაკლი კობახიძესთან კოპენჰაგენში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობას ეწერს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია და ასევე მაღალია მოლოდინების საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია. კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას. ალან ბერსეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულება და ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა საქართველოს პრემიერმა პირადად დაუდასტურა. მთავრობის მეთაური წერს, რომ თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭრად. ირაკლი კობახიძე კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს. დანიის ქალაქ კოპენჰაგენში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მის აღმატებულება ალენ ბერსესთან. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად. დანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანსაც. ირაკლი კობახიძემ და ფერი딘 სინირლი ოღლუმ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. თბილისი მადლიერია მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთოს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტის ფარგლებში საქართველოს შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნების მიერ ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს.